გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. სანამ დანების განხილვაზე გადავალთ, კვირის სიახლეებია წარმოდგენილი აქ პირველ რიგში მაგას მოგახსენებთ. მინდა პატარა შესავალივით გავაკეთო, რომ ეხლა შაბათს 25 ოქტომბერს ჩატარდა დანების გამოფენა გაყიდვა, ჩვენი დანების კოლექციონერთა და მწარმოებელთა ასოციაციამ ჩაატარა ეს ღონისძიება. ისთვისაც დიდი მადლობა ბიჭებს. მეოთხედ ჩატარდა უკვე თბილისში და წარმატებით წელს კიდევ ყოველ წელს უკეთესი და უკეთესი ხდება მოკლედ. ბევრი მონაწილეც იყო, რა თქმა უნდა ჩვენც მონაწილეობდით მათ შორის სერტიფიკატის გადმოგვეცა თან არ მოხ შემდეგ ვიდეოში გაიჩერეთ. და მოკლედ ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა და ისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორგანიზატორებს. კიდევ ერთი სიახლე რაც არის ჩვენსკენ ამ კვირის ბოლოს ხო გეტყვილი ვარ გამომივიდეს მომიშვენთ შეიძლება გვექნება სიახლეები. კი ამ კვირის ბოლოს უკვე უნდა იყოს ველოდებით რა, მგონი არ გაგუჯანისლებენ მაქსიმუმ იმ კვირის ორშაბათს სამშაბათს უკვე ჩავწერთ ალბათ ვიდეოს. კიდევ ერთი ახალი მაგარი ბრენდი გვემატება, ძალიან საინტერესო, საყვარელი, ყველასთვის, დიდისთვის, პატარისთვის, ქალისკაცს ვფიქრობ ყველას მოეწონება და განსაკუთრებული კარგი ნივთებია. მაგაზე შემდეგში. მაგრამ დავალოდოთ რა, ერთი კვირას და მოკლედ გაჩვენებთ და წარმოგიდგენთ ამ ნივთებს, რა უკვე ჩვენთან იქნება. ეხლა გადავიდეთ ჩვენს სიახლეებზე, რაც არის გამოფენის პერიოდში დაახლოებით ერთი კვირა არაფერი ვიდეო არ ჩაგვიწერია და დანების დაგვიგროვდა რაღაც განსხვავებულები. როგორც მოგეხსენებათ, გარდა იმ ბრენდების არის ის წარმომადგენლობაც გვაქვს, სხვადასხვა ნივთებს ვიწერთ ხოლმე ესე დადიდაოთ ორ-ორად და რაღაცა შეერეული სახე რო კონდეს და რაღაც კონკრეტული ბრენდები არ იყოს მხოლოდ წარმოდგენილი და იყოს ყველაფერი და ფართო ასორტიმენტი მაღაზიაში. ამისათვის ვაკეთებთ ამას. მოდი დავიწყოთ. პირველი მოდელი Spyderco-თი დავიწყოთ, Spyderco Manix-ი, lightweight ვერსია ეს მეგობრებო, lightweight-ი, ანუ ესეთი FRN-ის ტარით არის შემსუბუქებული ვერსია, მაგრამ განახლებული და თავისივე Spyderco-s მიერ შექმნილი, მყინვაროვანი ფოლოდი CPM Spy 27 აყენია ამ დანას. ძალიან თხელი, პრაქტიკული, ესეთი კარგი დანა, Manix-ი ყოველთვის მიყვარდა ხოლმე, დიდი ვერსიაც სულ თავიდან რო გამოვიდა ძალიან პირველად ის ქონდა GAC იყო. აი ესეც ახალი ვერსია, იგივე Manix-ი, ოღონდ ამჯერად GAC და FRN-ი ორივე სახეზეა, ორივე Spy 27 ფოლადებით. ლურჯი ფერის, აი ესეთი რაღაცა ლურჯო მომწვანო ელექტრიკი ფერი. ორივე ძალიან კარგი საინტერესო ეს შედარებით მძიმეა, მაგრამ არც ისე, ანუ ნახეთ, ლაინერებიც ამძიმებს ამას გარდა იმისა, რომ GAT-ია, ამას რკინის ლაინერებიც უყენია. ესეთი მყარი შეკრული კონსტრუქცია და მძიმე თქო ვერ იყო, შედარებით არის მძიმე, ამასთან შედარებით ცოტათი მძიმეა გრამებით, ალბათ 1-20 გრამით. შემდეგი მოდელი მეგობრებო, ცოტა განსხვავებული, შერეულია როგორც გითხარით, არც რაღაც ფასის ზრდადობის მიხედვით დამილაგებია. უბრალოდ აი ესე უბრალოდ დავალაგე ეს დანები და ეხლა მივყვები განხილვას რა. ხო, შემდეგი მოდელი, ნახოთ აი ესეთი AIS სილამაზე მეგობრებო, Machine Wise-ის Sonora ქვია მოდელს. აკვირდით თუ შეიძლება ესეთი ინტეგრალი ტიტანია, ჭრილები ძალიან მაგრად დამუშავებული თითოეული დეტალი, საკიდი, აი ტექსტურა, ფერები, პათოლოგი ჩამკეტი სისტემა გვაქვს. ეს 35 ვიენი ფოლადი, 63 როკველზეა ნაწრთობი, საბუთში როგორც უწერია. თხელი და ელეგანტური დასაკეცი დანა. და შეფუთვაზეც მინდა გავამახვილო, სხვა დანების ყუთები აქ არ დავდე. მხოლოდ ამისი ავიღე, იმიტომ რომ ცოტა განსხვავებულია და მინდა რომ გაჩვენოთ აი კიდე საბუთი, რომელიც შევსებულია და შიგნით მოცემულია მასალები, როდისაა დამზადებული და ასე შემდეგ. ზეთი მოყვება ესეთი განჩი მოსაშვები და მოკლედ საინტერესო არდებს უბრალოდ მყავს ყუთში და ამიტომ მინდოდა რომ მეჩვენებინა მეგობრებო. შემდეგი მოდელი არის კერშავის ლაუნჩი 9. აი ესეთი პატარა საყვარელი ნედისი დანა, ავტომატური გახსნის მექანიზმით, CPM 154 CME ფოლადი, stone wash-ი დაფარვით, არ დაიკაწრება, არ დაეტყობა იოლად ხმარების კვალი. პატარა საყვარელი საინტერესო დანაა. ასევე საინტერესო და ისეთი მარტივი დანა არის ჩვენი შემდეგი მოდელის, აი ეს Kaiser-ი, Kaiser Shot-ი ქვია მოდელს, აქაც 154 CME გვაქვს ფოლადი, შავი დაფარვით და ალუმინის სტარი, ესეთი ლამაზი შეფერილობითა და ანოდირებით. ალუმინზე ანოდირება კეთდება თუ ღება ზუსტად არ ვიცი, მეგონი ანოდირება კეთდება აქვს სხვა მეთოდებით, როგორც ტიტანზე ისე არა. ძალიან კარგი საინტერესო ლამაზი დანაა, მოკლედ ფერები კარგად გადადის და ესეთი წვრილი და მსუბუქი დანა. შემდეგი შედარებით ცოტა უფრო მაღალი კლასის დანა, ეს პროტეკი უნდა წარმოგიდგინოთ, აქაც ავტომატური გახსნის მექანიზმი უკვე განსხვავებული. პროტეკ BR1-ია ეს, მაიკ ალენმა შექმნა ეს და დიზაინის სხვა შორის მეგობრებო და ძალიან საინტერესოა. მოდი კიდევ ერთხელ კარგად რო ნახოთ, ნახეთ, ეს ბოლსტერი იწევა გვერდზე, ესე იკეცება და ესევე იღება.
ალბათ ბევრისთვის ცნობილიც არის ეს მოდელი უკვე. მგონი ერთხელ კიდეც იყო ჩვენს ვიდეოში ქონდა ამას წინაც ეს მოდელი შავი პირით და მახსოვს მაშინ ჩავწერეთ. ვისაც არ ნახავს, მოკლედ აგერ არის ამჯერად თეთრი პირით წარმოდგენილი. ესეთი ჩვენი პროტეკი BR1 როგორც გითხარით და შემდეგი მოდელი მეგობრებო არის MicroTek-ის LUT-ის განახლებული ვერსია M390MK, თვითონ MicroTek-ის ნაწერთობი ფოლადი. ნახეთ როგორი შეცვლილია დიზაინი, ალბათ ამ ჩემთვის LUT-ის მესამე თაობა განახლებული ვერსია, ესეთი დიდი backspace-ერი, პირით ძალიან კარგადაა დამგვალებულია ეს ღარი stone wash-ი, მოკლედ ყველაფერი კარგადაა, ძალიან მომწონს ეს დანა. წინა LUT-ებზე სიმართლე გითხრათ არ გვიждდებოდი, მაგრამ ეს უკვე მომწონს. კარგი ტიპია, ხელში კარგად ის არ სრიალებს, ის თლიანი ალუმინი იყო და სრიალებდა. დახვეწეს როგორც დიზაინი, ასევე მასალები, გახსნის მექანიზმიც უფრო მაგარია და მოკლედ საინტერესო კარგი დანა გამოუვიდათ. როგორც ყოველთვის ახლა MicroTek ცუდი არასდროს არ გამოდიოდა, მაგრამ LUT-ებში ეს უფრო კარგი LUT-ია ჩემი აზრით. შემდეგი მოდელი ცოტა კიდევ უფრო განსხვავებული Blades-ი უნდა წარმოგიდგინოთ CPM 20CV ფოლადით და აი ესეთი მაგარი ანოდირებული ტიტანის ტარით. არ ვიცი როგორ აღიქმება ვიდეოში ეს კუთხეები, როგორც ყოფილი რაღაცა მუქი ლურჯია, აქ რაღაცა აკისფერი მწვანე, მოკლედ ძალიან საინტერესო დანაა, საინტერესო ანოდირებით, თვითონ მექანიზმი ძალიან ბილია, ახლა რა კაი ხმა აქვს. კარგი სათამაშოა, კარგი პრაქტიკულია, საიმედოობის განცდას გიტოვებს ხელში მაგრაძის და ისეთი დანა რა, მუშა დანებს რო ეძახიან, მოკლედ ყველა პირობებში რო გამოგადგება და არსად არ გიმტყუნებს, ესეთია ეს ჩვენი Blades-ი. მათ შორის ეს ბრენდი ლიმიტირებული, ანუ ცოტა შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს დანებს და ამ მხრივად საინტერესოა და იოლი მოსაპოვებელი არ არის ეს დანები მოკლედ. ეს კი მეგობრებო ლეგენდარული ამერიკული ბრენდი Benchmade-ია, Benchmade Griptilian, თვითონ მოდელია ლეგენდარული ბრენდი, საკმაოდ კარგი და მაგარი რა თქმა უნდა. მელპარდუეს დიზაინით არის შექმნილი ეს დანა, ერთი შეხედვით მე სულ პირველად რომ ვნახე ეს დანა, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ აღმახვდოვანა რა, მაშინ მით უმეტეს ბენჩი ითვლებოდა ბენჩი და სპაიდერკო, ეს რა დანებია და საოცრებოდა რაღაც. არ აღვთოვანდი, მაგრამ რაც რო გავიდა და მეტი შეხება მქონდა დანებთან, უფრო და უფრო დაუხასე ეს დანა რა. ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული და მაგარი დანა. არა აქვს რაღაცა სასწაული დიზაინი, ვაიმე ეს რა დავინახე, მაგრამ ხმარებაში ხვდები რომ თურმე კარგი დანა. თავისი ამ გენიალური აქსის ლოკი ჩამკვეთი ძალიან რბილია როგორც სათამაშოდ, ასევე პრაქტიკაში ძიოლად ხსნიკეცავ ძალიან კარგია. ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს M390, საერთოდ ეს 30-ებია ხოლმე სტანდარტულად და ეს ცოტა უფრო მაგარი გრიპტილიანია. და ეს GTN-იც უფრო კარგად პრიალებს, კარგადაა დამუშავებული, ესეთი მაგარი სამშენისიც მოყვება ბენჩის. მოკლედ საინტერესო და კარგი მოდელია, ვფიქრობ. ხო, ბენჩის დასაკეს დანებზე რო ვსაუბრობთ, რავი, ალბათ ეს მოდელი ადამასის ერთ-ერთი ისეთია რა. ყველაზე ძლიერი, ყველაზე ამტანი ბენჩია, მძიმე დატვირთვებზე გათვლილი, ზიბერტმა შექმნა ეს მაგარი დიზაინი, ფოლადი გვაქვს CPM ქრუვი არის. ესეთი მაგარი SLD დაფარვით, ახლა რა ლამაზი დაფარვა აქვს. თან ლამაზია და თან ადვილი ის არის. მამტანი ნაკაცრებს ძალიან ძნელად იტყობს რა. და მოკლედ შექმნეს არის ამის ტესტებიც, როგორ ძლიერ დატვირთვებს უძლებს, გაგიკვირდება ტაქსის ლოკიდან და თან ძალიან რბილიც არის ამავდროულად და ამიტომ ვფიქრობ საინტერესო დანაა. შემდეგი მოდელი მეგობრებო არის MicroTek-ის ეს მაგარი MSI RAM-ლოკი ჩამკეტი სისტემით, პოლიმერის ტარი, კომპლირებული პოლიმერის ტარი და M390MK გვაქვს, აქაც ფოლადი, ტიპქერის საკიდი, საკმაოდ ისეთი მყარი და მაგარი, არის ხოლმე ხშირად საფრთხე რაღაცა ირყევა და ის ძალიან კარგადაა დიდი ვინტებით დაფიქსირებული, ესეც საკმაოდ ისეთი დანაა, რა მძიმე დატვირთვებზე გათვლილი, ამავდროულად ძალიან რბილი ხედავთ როგორ კარგად მოძრაობს მისი მექანიზმი და თამსობუქია. არ არის პატარა დანა, დიდი დანაა, პატარა დანის მოყვარულებს დიდად არ მოეწონებათ, მაგრამ საშუალო ზომისაა პრინციპში, ძალიან გიგანტი არა. და ძალიან პრაქტიკული ესეთი დროპ-პოინტი პირით, კარგი საჭრელი და კარგი სახმარი დანა იქნება, ვფიქრობ. პირად არ გამომისდია, მაგრამ ერთ შეხედვითაც ეწყობა და ძალიან მომწონს. შემდეგი მოდელი მეგობრებო გახლავთ ლეგენდა შემოვინახე ბოლოსთვის საკეცებში, ეს მაგარი კაცო ZK02 ქვია მოდელს, ZDP 199 გვაქვს ფოლადი ZDP 199-ს დამასკოა, ნახე და კონვექსინალესის არკედ როგორ პრიალებს, მოკლედ ულამაზესი და უმაგრესი დანა, ტიტანის ტარი, კარგად დამგვალებული, ხელში მაგრაძის
რავი, არ დაბლაგდება ეს და 67 როკველი უწერია მეგობრებო იმაში. საბუთში 67 როკველი ეს. უკვე ფანტასტიკაა და თან კონვექსინალესი როგორც ვიცით ყველაზე ანტანია გათვლილი მძიმე სამუშაოებზე ჭრის ხარისხიც მაგარი აქვს. ნუ მოკლედ მართლოვანებას ვერ მალავ ამ დანაზე რა. ნუ ფოლადი იაპონიაშია ნაწრთობი და მოკლედ მაგარი საკეცია ამის 5 აქ არ მოხს ახლა აღარ გავალ კადრიდან და ნუ მოკლედ მოყვება ძალიან ლამაზი ტყავის ქარქაში, ასევე ტრადიციული იაპონური რაღაც ნაჭრის შალითა და 5-ში დევს რა თქმა უნდა. ხო, ეს რაც შეეხებოდა კაცოს, კიდე ბევრი საუბარი შეიძლება ამ დანარჩენს მაღაზიაში რომ მობრძანდებით პირადად ვისაუბროთ, არ არის პრობლემა. ეს კი მეგობრებო, Microtech-ის ტაკია, ესეთი განსხვავებული და მაგარი ნივთი აქვს, მინის სამტრევი აქვს, ნახე. კარგად აქვს ეს პირაც ამ კაი ტიპია, მოკლედ ქარქაშის კარგად ჯდება, მხოლოდ ამ პოზიციაში, მაგრამ აქედან არ ჯდება. მხოლოდ ერთ პოზიციაში ჯდება, ესეთი მულტიკლიპი საკიდით, კარბონის ქარქაშით. მოკლედ ძალიან საინტერესო და ისეთი განსხვავებული ნივთი როგორც უყვარს და შვევია Microtech-ს და აქვე კიდევ Microtech-ის ერთი კარგი მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ, Socom Alpha. ნამდვილი ალფა ესტანა, მაგარი ფიქსია, M390 ფოლადი, G10-ის სტარი, კარბონის ქარქაში. აი ნახეთ რა სილამაზეა. რა კარგად დაწყობილ თითოეული ვინტი, ტარის დამუშავება, აი ეს ნახე ზურგი. რა კარგადაა გამოყვანილი ყველაფერი, რო ხელში არის რეალო ზის ძალიან მყარად, ზომაც მაგარია ეს დაშვებები, ეს აგრესიული პირი, მოკლედ მაგარი ბიჭი, მაგარი ფიქსი. რა ხმებია, ენსოლე. კარგი დანაა, მოკლედ ტაქტიკური დანაა ეს და ახლა გადავიდეთ უფრო შედარებით პრაქტიკულ დანებზე, შედარებით კი არა, მეგონი ბარქრივერებზე გადავდივართ, მოკლედ მეგობრებო პირდაპირ რო გითხრათ, ბარქრივერი არის ალბათ ყველა მონადირისთვის, ან ოცნების დანა, ან თუ აქვს საყვარელი დანაა რა. ყველაზე ისეთი პრაქტიკული და მაგარი დანებია. ეს არის მეგობრებო ბარქრივერ ადვენჩურერი, იგივე ავანტიურისტი ქართულად რომ ვთქვათ, ფოლადი გვაქვს L-Max-ი, ბარქრივერის მიერ ნაწდობი L-Max-ი, ახლა ხვდებით ალბათ რაც იქნება, ნალესი აქაც კონვექსია, როგორც იმ კაცოს შემთხვევაში იყო. და ნახე როგორი ერთი შეხედვით სადა და მარტივი დანაა და ამ დროს ძალიან პრაქტიკული იქნება ეს დანა ყველაფერში. სანადიროთ, სალაშქროთ, სათევზაოდ. დანა რომელიც დაგაბერებს და არაფერი არ დაემართება რა სამუდამო დანებია ესენი და ისევ ბარკრივერი უნდა წარმოგიდგინოთ mini Aurora ამ შემთხვევაში. ნახეთ ეს როგორი სადა და მარტივი ფორმაა და ამ დროს ძალიან პრაქტიკული. აი ხელი მთელი ძალით როგორც არ უნდა მოუჭი, როგორც არ უნდა ამუშავო, არ გადგენს, არ არსებობს, არ არის აქ რაღაც ზედმეტი არაფერი არ არის და არც არაფერი აკლია. ამ შემთხვევაში CPM 3V გვაქვს ფოლადი. ქარქაში ნახე, ქარქაში დააგვირდით, ქარქაში ცალკე ნივთია. ძალიან კარგია. მოკლედ ამ შემთხვევაში ნორმალავ ჩემს ემოციებს. ეს იყო მეგობრებო დღეისთვის ჩვენი დანები, იმედია მოგეწონათ. როგორც თავიდანვე დაგვირდით, საკმაოდ მრავალფეროვანი არქივანი არის, როგორც ტაქტიკური, ასევე პრაქტიკული, ტყეში გამოსაყენებელი დანები, EDCG-ის დანები. მოკლედ ყველაფერი. როგორც ყოველთვის, Blaze-ში მოწოდების სიმაღლეზეა და კიდევ კარგ რამებს გვირდებით კვირის ბოლოს ალბათ რა, იმ კვირის დასაწყისში. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ძალიან დაგვეხმარებით ამით. ვიდეოს დაგვილაიქეთ თუ მოგეწონათ და რავი, თუ რამე შენიშვნა გექნებათ, ეგეც დაგვიკომენტარეთ, არ არის პრობლემა, მივიღებთ, გავითვალისწინებთ. კარგად გრძანდებოდეთ.